სარფის გავლით კაბადოკიისკენ ავიღეთ გეზი. დილა საკმაოდ მრავალფეროვანი და ლამაზი იყო. მზის სხივები ზღვის ოდნავ აღელვებულ ტალღებზე ლამაზად ლიცლიცებდა. ჰორიზონტი კი ოქროსფრად შეღებილიყო. კაბადოკიაში მეორე დღის გამთენიას ვიყავი. ჯერ კიდევ მზი არ იყო ამოსული, რომ გარემოს საუცხოო სურათი ტკბებოდი. პირველი მონასტერი მუსტაფა ფაშაში მოვინახული, კონსტანტინესა და ელენეს სახელობის. ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მონასტერი ბაზილიკური სტილისაა. შესასვლელი ფასადი მოჩუქურთმებულია. კარების თავზე კი წარწერა არის, საიდანაც ვგებულობთ, რომ ეკლესია აშენებულა 1729 წელს. შეკეთებულა 1829 წელს სულთან აჰმეტის მეფობის ჟამს. 1895 წელს ეკლესიას დაემატა სამრეკლო, რომელიც ფრესკებით იყო მორთული, მაგრამ სურათები დროთა განმავლობაში გადაშლილა. ადგილობრივი გიდი ფრესკების განადგურებას თავად ქრისტიანებს მიაწერდა. ამბობდა, რომ ქრისტიანები ფრესკებს ფხიკავდნენ, სასმელში ურევდნენ და შემდეგ სვავდნენ. თუმცა ის აშკარად ციცრუია, რადგან ფრესკების უმრავლესობას, რაც კი შემორჩენილია, თვალები აქვს დასთხრილი. და იგივე ხელწერა ტაო-კლარჯეთის თვალსაჩინო სანახავია, რაც რელიგიურ შეურიგებლობის ნიადაგზეა აშკარად ჩადენილი. თუმცა კაბადოკიაში ახლა ტურისტებისთვის ცდილობენ, რომ ისტორიული ძეგლები მოაწყონ. ეკლესიაში კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია საღებავის კვალი. ზოგ ადგილას ფრესკის ფრაგმენტები ცუდად, მაგრამ მაინც მოჩანს. ორწყებას სვეტებზე ეყრდნობა სახურავი. ეკლესიის მარცხნივ სავარაუდოდ სათავსო იყო, რომელსაც ცეცხლის კვალი ეტყობა.
მონასტრის წინა შესასვლელთან სარკმელის თავზე ჩუქურთმული გამოსახულებებია ანგელოზების და აქვეა ბიზანტიის გერბიც, ორთავიანი არწივი, ასევე ბერძნული წარწერები და გველეშაპის გამოსახულებები. ძველ სპარსულად კატ-პატუკა კაბადოკიას ნიშნავს დუხას ან ტუხას მიწას, ან მშვენიერი ცხენების ქვეყანას, ეგვიპტურად ეწოდება კადა-ვადუ. კაბადოკია განსაკუთრებულად უცნაური, დაგრეხილი, ტალღოვანი ფორმების კლდეებით დაბორღული ლანდშაფტს წარმოადგენს. მილიონი წლების წინ ეროზიამ მიწის სქელმა ვულკანურმა წარმოშობის ტუფის შრეებით გადაფარა და კლდოვანი მაღალმთიანი მწვერვალები ჩამოაყალიბა. კაბადოკიის ისტორია 60 მილიონი წლის წინ დაიწყო, როცა დედამიწის ქერქმა გოფრირებული მოძრაობით ამოწია ტავროსის ჯაჭვი. ამ მოძრაობას თან ვულკანის ამოფრქვევა ახრდა. რეგიონში 3 უმაღლესი მწვერვალია, რომლების დღესაც აქტიური ვულკანებია. ზემოდან ქვემოთ დალექილი შემდეგ მაგრდებოდა. გეოლოგიური ნალექით მომდევნო ერაში და კლდოვან ზეგანს აყალიბებდა. ქარი, ყინვა, წყალი ეროზიას იწვევდა და მიწის ქერქს ღმულებს უკვეთავდა, დეფექტებს ააშკარავებდა. კლდეთა სიმაგრე ეროზიის განსხვავებულ ხარისხზე მიუთითებს. ზედაპირზე რბილი ტუფა ქმნის ღრმა ნაპრალს, რომელიც შემდეგ ქარი თავისებურ ფორმას აძლევს, აყალიბებს კლდის მწვერვალებს, მაგრამ შავი ბაზალტში წყალი ქმნის ლამაზ ნაპრალებს, რომელშიც იგი ჟღინთება, აღრმავებს ნაპრალს, ვიდრე არ ჩამოყალიბდება ვერტიკალური ფილები ან ამონაჭრელები. გარდი გარდმო ბაზალტის ზედაპირსა და ტუფაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხარე ბუნების შექმნილი საოცრებაა დედამიწაზე, თუმცა ამ ბუნების საოცრებას ისტორიათა მიჯნაზე ადამიანის ხელიც მრავალგზის სხვადასხვა ეპოქებზე დააჩნდა. ამ მიწაზე ადამიანის ნასახლარი ჯერ კიდევ მე-7-1000 წლეულებში ძველი წელთაღრიცხვის ნეოლითელი ადამიანები დასახლდნენ. ჰაჩილარსა და ჩათალჰაუკში ნასახლარებზე უძველესი ნახატების ლანდშაფტისა და არგეოსის ვულკანისა დღემდეა შემორჩენილი. ქვა სპილენძისა და ბრინჯაოს ხანაში შეიძინა საკუთრივ ეთნიკური და კულტურული ნიშნები და ამ მახასიათებლებით ფორმირება მიიღო ხათურმა ცივილიზაციამ. ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ასურული არქივების თანახმად სამეფოს დედაქალაქი იყო ქანესი, დღევანდელი ქიულთეფე. ძველი წელთაღრიცხვის 1900 წელს ხათური ცივილიზაცია შეიცვალა აღმოსავლური ნესიტებით, რომლებიც ამავე რეგიონში დასახლდნენ. ამ ორი ხალხის შერწყმით მივიღეთ ხეთური ცივილიზაცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შუა საუკუნეების მანძილზე ძლევამოსილი სახელმწიფოდ დომინირებდა. ხეთური დინასტიები მართავდნენ მთელ იმპერიას, რომელიც ებრძოდნენ ბაბილონსა და მითანის მეფეებს, იმისათვის რომ ეგვიპტის საზღვრებამდე მიეღწიან. ხეთების მზის ჩასვლა ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში გამოიწვია ახალი ხალხების შემოსევამ, რამაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ თაბალის გაერთიანებული სამეფო კაბადოკიაში. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ხეთების შემდგომ ქართველური ტომები, ხალიბები, ტიბერინიანები, მოსინიკები, მაკარონები, ტრილები, სანიკები, შკვითნები, ტაოხები, მოსხები, სასპერები. კაბადოკიელთა სამეურნეო თუ საზოგადოებრივი ცხოვრება ზოგად ქართულისათვის დამახასიათებელი ცხოვრება იყო. ძველი ბერძნები კაბადოკიელთა სოფლის მეურნეობასაც ისეთივე გეორგიად მოიხსენიებდნენ, როგორც საკუთრივ საქართველოს. იმ ძველ დროში ყველაზე სრულქმნილ და დახვეწილ სამთამადნო მეურნეობა და ლითონის წარმოება, ანუ მეტალურგია, უწინარეს სწორედ კაბადოკიურ ქართულობით განისაზღვრებოდა და გაიაზრებოდა. კაბადოკიის ქართველური ტომი ხალიბები ხომ იმდროინდელი მსოფლიოსათვის ყველაზე სრულქმნილი ოსტატებად, მეტალურგიის კლასიკოსებად იყვნენ მიჩნეული. ბერძნული სიტყვა ხალიბოს, ხალიფს, ფოლადს, რვალს სწორედ იმ ქართველი ხალიბისა და მისი საქმიანობას უკავშირდება. ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის დამდეგს
კაბადოკია მთელ მცირე აზიასთან ერთად დაიპყრო ირანულმა სახელმწიფომ მიდია. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში კი მიდის მთელი მემკვიდრეობა და მათ შორის კაბადოკიაც გადადის მეორე დიდ ირანულ სახელმწიფოს, დიდი კიროს აქამედიანთა მიერ დაარსებულ სპარსეთის სახელმწიფოში. კაბადოკია ორ სატრაპიოდ ოლქად გაიყო: ცენტრალური საკუთრივ კაბადოკიად და ზღვის სანაპიროდ პონტოდ. შემდგომ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის 30-იან წლებში თვითონ მთელი სპარსეთიც და საერთოდ მსოფლიო ბალკანეთიდან შუაგულ ინდოეთამდე დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა. მის ხელთ მოჰყვა კაბადოკიაც და პონტოც. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილს უმალვე მისი სახელმწიფოს დაშლა დანგრევა მოჰყვა. ასე წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული ელინისტური ბერძნულ-აღმოსავლური სახელმწიფოები, რომელთა შორის დამოუკიდებელი ცხოვრებას იწყებს კაბადოკიაც და პონტოც. მაგრამ ძალიან მალე ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში აზიაში იჭრება ახალი მსოფლიო დამპყრობელი. ესენი არიან რომაელები, რომელთა თავიანთ ხელთ მოაქციეს კაბადოკიაც და პონტოც. ისტორიის თხრობა დროებით აქ შევწყვიტოთ და იმ მონასტერზე ვისაუბროთ, რომელიც კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესიის შემდეგ მოინახულეთ. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მონასტერი. აღსანიშნავია, რომ კაბადოკიაში არსებობს წმინდა ნიკოლოზის სახელობის 14 ეკლესია. უშუალოდ ეს მონასტერი მუსტაფა ფაშას გარეუბანში მდებარეობს. მონასტერს გალავანი აქვს შემორტყმული. ეკლესია 1856 წელს აღდგენილა და განახლებულა. იმის შემდგომ, რაც ოსმალეთის იმპერიაში სხვადასხვა წამსის მქონე ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობა გამოცხადებულა. მეორე და საფუძვლიანად აღდგენილა 2012 წელს. მონასტრის გვერდიდან ასასვლელი კიბე ეკლესიის თავზე ადის, რომელიც თავის მხრივ ორსართულადაა. პირველ და მეორე სართულზე სავარაუდოდ კელიები იყო. ხოლო უშუალოდ სახურავი ერთგვარი ტერასული ფორმისაა, რომელიც გადაცქერის გარემოს და საუცხოო პეიზაჟს უხატავს მნახველს.
ეკლესიის გვერდით შენობაში ქვევრი არის მოთავსებული, რომელიც დღესდღეობით დამცავი მინითაა დაფარული. მონასტრის ინტერიერს ალაგ-ალაგ ფერწერის კვალი ეტყობა, რაც კუთხეებში არის შესამჩნევი. უშუალოდ კედლები კი მთლიანად გასუფთავებული. მონასტრის მარჯვენა მხრიდან დაბლა ჩასვლა არის შესაძლებელი, რომელიც საკურთხევლის მარჯვენა მხარესაა. ბერები სავარაუდოდ ამ ნაწილს სათავსოდ იყენებდნენ და სხვადასხვა პროდუქტსა და სასმელს ინახავდნენ. მონასტერის შესასვლელის თავზე გამოსახულია ორთავიანი არწივი, ბიზანტიის სიმბოლო, რომელსაც მარჯვნიდან მარცხნივ ლომების გამოსახულება ახლავს თან. ეკლესიის წინ პატარა სასაფლაოა. საფლავის ქვებზე ბერძნული წარწერები იკითხება. სასაფლაო გასუფთავებული და გაწმენდილია. ზოგადად მთლიანად სამონასტრო კომპლექსი ტურისტებისთვის არის გამზადებული და მოვლილი. ახლა კი დაუბრუნდეთ ისტორიულ მონახას, რომელზედაც ზემოთ საუბრობდით. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში პონტოს მეფე მითრიდატე მე-6-ემ ევპატორმა რომისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა თავი. კაბადოკიაც შეიერთა კოლხეთიც, მთელი შავი ზღვის აუზი, ჩtildeო ყირიმიც მიითვლით. მითრიდატე ძლიერი პიროვნება იყო, ტანად გოლიათი, უმამაცესი და უნიჭიერესი, 22 ენას ფლობდა. ამდენ ენაზე შეეძლო ბრწყინვალე ორატორული სიტყვის წარმოთქმა. მითრიდატე პონტოელმა მთელი სიცოცხლე რომაელების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. ნახევარი საუკუნე დასჭირდა რომს მითრიდატე პონტოელის დასამარცხებლად და პონტო კაბადოკიის ხელახლად დასაპყრობად. ძლეულმა მეფემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. პირველ საუკუნეში ქრისტეს შობის, მისი მესიანისტური მოღვაწეობის, გოლგოთაზე ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდგომ თვით ღვთისმშობლისაგან წარმოგზავნილი მოციქულნი ანდრია პირველწოდებულნი და სვიმონ კანანელი სწორედ კაბადოკია პონტოს გამოვლით შემოდიან საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად. რომის სოფლიო ბატონობა გრძელდებოდა. ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. ყველაზე დიდი და მძვინვარე მტერი ამ ახალ სარწმუნოების იყო იმპერატორი დიოკლეტიანი. რომის ბრძანებით ქრისტიანობისთვის უსასტიკესად აწამეს კაბადოკიელი მეომარი გიორგი. ეს მოხდა მე-3 საუკუნეში. გადმოცემით წმინდა გიორგი სწორედ იმ ქართველთა ჩამომავალი იყო, რომლებიც უძველესი დროიდან სახლობდნენ კაბადოკიაში. ალბათ არც თუ შემთხვევითია, ქართველთა გაქრისტიანების შემდეგ წმინდა გიორგი საქართველოს მფარველ წმინდანად გამოცხადდა. მანამდე მე-3 საუკუნის ბოლოს რომის იმპერია შუაზე გაიყო, აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერიებად. აღმოსავლეთის ცენტრად შეიქმნა იმპერატორი კონსტანტინესაგან დაარსებული ახალი სატახტო ქალაქი კონსტანტინოპოლი, რომლის კურთხევა მოხდა 330 წელს 11 მაისს. ხოლო რა კი ახალი სატახტო ქალაქის აშენება ძველი ბერძნული კოლონიის ბიზანტიონის ადგილზე მოხდა, შემდგომში რომის აღმოსავლეთ იმპერიასაც დაერქვა ბიზანტიის იმპერია. კაბადოკია ბიზანტიის ერთი პროვინციად იქცა. იმპერატორმა კონსტანტინემ აქამდე დევნილი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მოინათლა კაბადოკიაც. აქ განსაკუთრებით გაიშალა ბერ მონაზვნული ცხოვრება,
დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა თუ დაყუდებული ბერთა სენაკი, სადაც უნიკალური შემორჩენილი მხატვრობის ნიმუშები გადმოგვცემს წარსულ დიდებას. სწორედ კაბადოკიიდან საქართველოში გასაქრისტიანებლად შემოვიდა წმინდა ქალწული ნინო განმანათლებელი. დღესდღეობით კაბადოკია თურქეთის სახელმწიფო ნაწილია. ჩვენი შემდეგი გაჩერება იჰლარას ხევი იყო. იჰლარას ხეობა ორიგინალურია თავის კანიონით. აქაა ვულკანი ჰასან დაღი, მარილოვანი ტბა ტუზი, გოლიუ. იპრაკ ჰისარში არის ზღაპრული მილები, სელიმში მონასტერი, სადაც ფრესკების სირიული გავლენითაა მოხატული, რომელიც თარიღდება მე-9 საუკუნეებით. საინტერესოა აღაჩ ალტის ეკლესია. მისი ფრესკები წითელი, მწვანე ყავისფერი და ყავისფერში გარდამავალი ფორთოხლისფერი არის შესრულებული. იჰლარას ხეობაში თურქეთის მთავრობას ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოწყობა დღესაც არ აქვს მთლიანად დასრულებული. თუმცა ეს ადგილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველია, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის, რადგან ქართველების კვალი ამ ხეობაში თვალსაჩინოა. ხეობაში 13 ეკლესია ავად თუ კარგად შემორჩენილი. პირველი კლდეში ნაკვეთი მონასტერი, რომელიც ვნახეთ, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის იყო, სადაც ტურისტები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. შესვლა მაინც მოახერხეთ და გასაოცარი გუმბათის გადაღება შევძელით. ეს საოცარი ფრესკები დაზიანების მიუხედავად საუცხოოდ გამოიყურება. ეკლესიას ჯვრის ფორმა აქვს და მთლიანად მოხატულია. თუმცა დაზიანებები და ვანდალიზმის ფაქტებიც საკმაოდ შესამჩნევია, რაც არც თუ გასაკვირი იყო კაბადოკიაში. იჰლარას ხეობა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კაბადოკიაში. გასაოცარი ბუნება და ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთი საუცხოო ნაზავი. ხეობაში არსებული მონასტრების ნაწილი ჩვენი მონახულების დროს დაკეტილი იყო. ხეობას ბილიკი მდინარის გასწვრივ მიუყვება და ორივე მხარეს გამოქვაბულების აურაცხელი რაოდენობა.
იჰლარას გამოქვაბულებში და ზოგადად კაბადოკიის მხარეში ხშირად შეხვდებით მონასტრებში ბოლნურ ჯვრებს. ეკლესიის კედლები გათლილი და გამოკვეთილია, ისე რომ ადვილად გაირჩევა ჩვეულებრივი გამოქვაბულებისაგან. თუმცა ფრესკები თითქმის ყველა არსებულ მონასტრებში ამოშლილია ან სავალალო დღეშია. იჰლარას ხეობის სიგრძის მიუხედავად, მისი გავლა საოცრად შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ მიმავალი შთაბეჭდილების გასაოცარ მოზღვავებას გრძნობ. თვალუწოდენელი კლდეები, უძვირო ლაჟვარდოვანი ცა და შემოდგომის ოქროს ფერები ზღაპრულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შემდეგი ეკლესია, რომელიც მოვინახულეთ, სუნიანი ეკლესია იყო. მონასტრის შესასვლელი დამეწყრილი ყოფილა, თუმცა ახლა მისასვლელი მოწყობილია. მონასტერი და მისი მოხატულობა მე-9-მე-11 საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება.
ეკლესია მდიდრულად არის მოხატული. დაზიანების მიუხედავად ფრესკები მაინც გაირჩევა. მონასტრის ზედა ფასადზე იესო ქრისტე და ჯვრის გამოსახულება გაირჩევა. ჯვრის შუაგულში მამა ღმერთის მაკურთხეველი მარჯვენა ჩანს. აღმოსავლეთ ფასადზე მაცხოვრის გამოსახულებაა, ტახტზე მჯდომარე. მარჯვენა ფასადზე სახარების სცენებია გამოსახული, საიდუმლო სერობა, იუდას ამბორი გეცემანიის ბაღში, ჯვრის დადებისა და ჯვარცმის სცენები. ფრესკების სიუხვითა და ფერების მრავალფეროვნებით ეს კლდეში ნაკვეთი მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეულია. შემდეგი მონასტერი, რომელიც წინ გველოდა, იყო წმინდა გიორგის სახელობის, რომელიც თამარ მეფის შვილიშვილის და მისი მოსახელის თამარის თურქებისთვის გურჯი ხათუნის მიერ იყო გამოკვეთილი და მოხატული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ისტორიულ გადახვევას გავაკეთებთ და მცირედ ინფორმაციას მოგაწვდით ქართველი ქალის შესახებ. გურჯი ხათუნი, თამარის შვილიშვილი, რუსუდანის ასული იყო. იგი 1226 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიასედინს. თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სამეფო კარზე და მისი სახე სულთანმა მონეტაზეც კი ამოაკვეთინა სიმბოლოების სახით. იგი სულთანის საყვარელი მეუღლე გახდა. ქორწინების პირობის მიხედვით თამარს წმენა არ უნდა შეეცვალა. იგი რუმის სასულთნოში ქრისტიანობის მოქომაგეთაც იქცა, თუმცა მისი შვიდი ცხოვრება დიდხან არ გაგრძელებულა. რუსუდან მეფის უღირსის საქციელის წყალობით თამარს მეტად მძიმე მდგომარეობაში მოუხდა ჩავარდნა. საქმე ის არის, რომ რუსუდანმა თამართან გააგზავნა ლაშა გიორგის შვილი დავით ული, რომელშიც თავის შვილის დავით ნარინის კონკურენტს ხედავდა საქართველოს ტახტზე და თამარს მისი მოკლა უბრძანა. თამარმა არათუ არ შეასრულა დედის მოთხოვნა, არამედ ბიძაშვილი სრულ კომფორტში ჰყავდა. განრისხებულმა რუსუდანმა შვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და სიძეს მიწერა. დაბრმავებულ ხარ და ვერ ხედავ, როგორ ღალატობს ცოლი ლაშა გიორგის ძესთან. გააფთრებულმა სულთანმა ცოლი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირამდე მიიყვანა. დავითი კი დილეგში ჩააგდო. ამის შემდეგ ხუსრევ მეორემ ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებლად ისლამი მიეღო. თამარმა აქაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და ის ორთოდოქსალურ ისლამს კი არ ეზიარა, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას, მევლევიობას, რომელიც არ ითხოვდა გამაჰმადიანებას. ასე რომ დედოფალი თავის დიპლომატიური ნაბიჯის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანობის ერთგულად დარჩა. ხუსრევ მეორე მალევე მიხვდა, რომ რუსუდან მეფე მის თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და მეუღლეს პატიებას თხოვა. მათი სიყვარული სულთანის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდება. წყაროების მიხედვით ხუსრევი აბანოში დაიხრჩო და მის დახრჩობაში დიდი წვლილი მის პირველ ვეზის ფერვანეს მიუძღოდა. ხუსრევის გარდაცვალების შემდეგ რუმის სულთანი და პატრონი ფერვანე გახდა, რომელმაც ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზე. ახალ სულთანს სიგიჟემდე უყვარდა იკონიის დედოფალი. ყველა სურვილს უსრულებდა და ანებივრებდა. თამარი მეგობრობდა აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდეს მოაზროვნესთან, ჯალალედინ რუმთან.
მათი ურთიერთობა აღწერილია აჰმედ ევლექის წიგნში მეცნიერთა ცხოვრება. გურჯი ხათუნის თელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბე, სელჩუკური არქიტექტურის მშვენება. დედოფალმა პოეტისაგან საჩუქრად მიიღო ჯადოსნური ყვავილები. უკვე გარდაცვლილი პოეტის ხალათში თამარმა დიდი თანხა გადაიხადა, რადგან სუფი დერვიშის ღარიბული ხალათი მას უძირფასეს რელიქვიად მიაჩნდა. 1267 წელს მონღოლმა ნოინემმა გურჯი ხათუნის მეუღლე ფერვანე მოკლეს და დედოფალი იძულებული გახდა ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა. ტორვილობა მის დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ხუსრუ მეორეს შვილი მოკლეს. საქმე ისაა, რომ სიკვდილამდე ხუსრემმა თავის შემცვლელად თამართან შეძენილი შვილი აღიარა და სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი. შვილის სიკვდილმა თამარის საბოლოოდ გატეხა წელში. გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს. გადმოცემით კი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებია. ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა. ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზრუმის პასინელირის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის გურჯი ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის სულთან ალიედენ ქეიყუბად მეორის სარკოფაგიც. რაც შეეხება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ის გურჯი ხათუნის ბრძანებით გამოუკვეთავთ ხეობაში. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ წერტილში აგებული და მოჩუქურთმებულია. შესასვლელის თავზე წმინდა გიორგის გამოსახულებაა. ეკლესია მოხატულია მთლიანად, თუმცა ვანდალიზმის კვალიც აქაც თვალსაჩინოა. განსაკუთრებით კი ფიგურების სახეებია დაზიანებული, რაც სხვა მონასტრებშიც მრავალჯერ გვხდება, თვალებისა თუ სახის მიდამოების დაზიანება. თანამედროვე ვანდალებს კი თავიანთი სახელი წაუწერია წლების წინ შექმნილ ძეგლებზე, რომლებსაც არა მარტო სულიერი დატვირთვა ჰქონდათ, არამედ ხელოვნების საუცხოო ნიმუშებიცაა. მონასტერში მაცხოვრის გამოსახულებები გვხდება, როგორც ამაღლების ისე სხვა სცენებში. ერთ-ერთ კედელზე კი გამოსახულები არიან მონასტრის აღმშენებელნი, თამარი ეკლესიის მაკეტით ხელში, წმინდა გიორგი შუაში და თამარის მეუღლე ყიასედინი სელჩუკური თავსაბურავით. ამ ფრესკით იმის თქმა შეიძლება, რომ თამარის შვილიშვილი ჭკვიანი პოლიტიკოსიც და ქრისტიანების ნუგეშიც იყო. მისი გავლენით ქრისტიანების მიმართ ტოლერანტული გავლენა სუფევდა. მონასტრის წარწერებიდან ვგებულობთ, რომ თამარს მონასტრისთვის ვენახით შეუწირავთ. იხლარას ველზე და აქ არსებულ მონასტრებს არა მარტო ადამიანებმა დაამჩნიეს ცუდად თავისი კვალი, არამედ ჟამთა სვლამაც მისი ქნა. ერთ-ერთი მონასტერი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, შუაში იყო გახსნილი და ჩამოშლილი. ასევე არის ბევრი სამონასტრო კომპლექსი. იხლარას ხევი თავის გასაოცარი ბუნების სილამაზით დედამიწაზე ალბათ ერთ-ერთი ლამაზი ადგილია. იხლარას ხეობის გავლის შემდეგ სასიამოვნოდ დაღლილებმა მივაშურეთ მიწისქვეშა ქალაქებს. ბადოკის ერთ-ერთი საინტერესო
კულტურული სიმდიდრეა მიწისქვეშა ქალაქები, რომლებიც მრავლადაა ამ მხარეში. ისინი დაახლოებით 150-200 მეტრის სიმაღლეზეა გათხრილი და 25,000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. თუმცა დღევანდელი აღმოჩენებით ეს რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორ მოახერხეს მიწისქვეშა ქალაქების ასეთი საოცარი ქსელის შექმნა. ისინი ძირითადად მტრების შემოსევისაგან თავდასაცავად გამოიყენებოდა, მაგრამ ზოგიერთი ქალაქის დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან ზოგ მათგანში 30,000 ადამიანს შეეძლო ეცხოვრა. მიწისქვეშა ქალაქების შესასვლელი ძირითადად საცხოვრებელი სახლების ქვეშ იყო განთავსებული, რომლებსაც საჭიროებისამებრ იყენებდნენ მაცხოვრებლები. მიწისქვეშა ქალაქებში იყო ლაბირინთები და ვიწრო დერეფნები, მტრებისთვის თავგზის ასაბნევა. დერეფნები დიდი მრგვალი ქვით იყო ჩაქოლილი, რომელიც მხოლოდ შიგნიდან იხურებოდა. ამ ქვის წონა 200-დან 500 კილომდე მერყეობდა. დიამეტრი 1-დან 1.5 მეტრამდე იყო, ხოლო სიცხე 30 სანტიმეტრიდან 50 სანტიმეტრამდე. ჩვენ კაბადოკიაში დენინკუნის მიწისქვეშა ქალაქი მოვინახულეთ, რომელიც 85 მეტრს სიღრმეზეა. ის მდებარეობს ქალაქ ნეველჰირიდან 29 კილომეტრში. ამ ქალაქს აქვს მიწისქვეშა ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება: დიდი დარბაზები, სათავსოები, ეკლესია და საეკლესიო აკადემიაც, რომელსაც საკმაოდ დიდი დარბაზი აქვს დათმობილი. აქვე არის მოსანათლიც. მიწისქვეშა ქალაქის მონახულების შემდეგ სუვენირების საყიდლად შევიარეთ და უცნაურ სანახაობას წავაწყდით. მუსლიმის მაღაზიაში პატრონს მართლმადიდებლური ხატები ჰქონდა ჩამოკიდებული კედელზე. მისი თქმით, ეს მისი ბებიის საპატივცემულოდ ჰქონდა, რომელიც მართლმადიდებელი ყოფილა. თუმცა საუბრიდან ისეთი აზრი გამოვიტანეთ, რომ ხატები მართლმადიდებელი ტურისტების მიზიდვის მიზნით ჰქონდა, რომელიც ალბათ გარკვეულწილად ამართლებდა კიდეც. ტოკალის მონასტერი კაბადოკიაში ერთ-ერთი უძველესია. ის მე-10 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს. მონასტრის კედელზე სახარების სცენებია გამოსახული. ეკლესიის ფრესკები თავის საუცხო ხატწერით წარუშლებს თაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე. შიგნით შესულებს დაცვამ გადაღების საშუალება არ მოგცა, თუმცა რამოდენიმე კადრის აღება მაინც მოახერხეთ. საღამო ხანს მივაშურეთ იმ ადგილისკენ, რომელსაც ბეძნები კოლატრას უწოდებენ. აქ მდებარეობს წმინდა ნინოს სახლი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ წმინდა ნინო კაბადოკიიდან მოვიდა საქართველოში. თუმცა მისი ზუსტი ადგილმსაყოფელის შესახებ ინფორმაცია მწირია. წმინდა ნინოს სახლა გზას ფეხით მიუყვებოდით.
თან გარემოს სილამაზით ტკბებოდით. აქვე არის ციხე-სიმაგრეც, რომელიც ცასი მიბჯენილი კოშკს გავს, რაც საუცხოო სანახავია. სახლი, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა, ორსართულიანია. პირველ სართულზე ეკლესია, სადაც დღესაც შემორჩენილია ფრესკები. აქ მისულებს საოცარი განცდა დაგვეუფლა. პატარა საღდასში პარაკლისი გადავიხადეთ. თან ფიქრებში გართული წარმოვიდგენდით, თუ როგორ გამოიარა ფეხით წმინდა ნინო მამხელა მანძილი, რომ იბერიის მიწაზე შემოსულიყო და ის პროცესი დაესრულებია, რაც ანდრიამ და სიმონ კანანელმა დაიწყეს ჩვენს მიწაზე. შებიდებისას სასტუმროში დავბრუნდით და სასიამოვნოდ დაღლილებმა შემდეგი დღისთვის მოემზადეთ. მეორე დილას კაბადოკიის საოცარი ხედებით ტკბებოდით. ეს ენით აღუწერელი სილამაზე ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რომ შეიგრძნოს მისი მშვენება, სადაც სრული ჰარმონიითაა შერწყმული ბუნების სილამაზე და ადამიანის შემოქმედება. ამ შესანიშნავ ადგილზე, რა თქმა უნდა, ფოტოებიც გადავიღე და შემდგომ გავეშურეთ ჩაუშენისაკენ. ჩაუშენის ნანგრევები მე-20 საუკუნემდე ყოფილა დასახლებული, მაგრამ მეწყერილ საშიში ზონის გამო აქედან მთავრობას ხალხი სხვადასხვა ადგილზე გადაუყვანიათ. სოფელი ჩაუშენი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაბადოკიაში, ბრწყინვალედ მორთულ საცხოვრებლების ფასადებით.
მეხუთე საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, სადაც შემორჩენილია მე-7, მე-8, მე-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით ჩაუშენში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი. მთელი სოფელი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. ჩაუშენის მეორე მნიშვნელოვანი ტაძარი გზის პირასაა აგებული ბიზანტიის ოქროს ხანის პერიოდში, მე-10 საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორე ფოკას მიერ. გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი ამ სახლში ცხოვრობდა. სამწუხაროდ სახლის მონახულების საშუალება არ მოგვეცა. წმინდა გიორგის სახლის გავლის შემდეგ გავემართეთ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ, რომელიც ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჩაუშენის კლდოვანი ნაწილი მეწყერული ზონაა. აქ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამის გამო ტურისტებიც კი დაშავებულან. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მხოლოდ ის წერტილებია მოწყობილი, სადაც სასტუმროებია განთავსებული, რაც აქ არც თუ ისე ცოტაა. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს ჩაუშენის ცენტრალურ უბანში. ეკლესია კაბადოკიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. აქ შემონახულია მე-7, მე-8 საუკუნის ფრესკები.
თავად მონასტერი კი მე-5 საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება. მონასტრის დაზიანების მიუხედავად აქ მაინც შემორჩენილია ფრესკები. ასევე ქვა გათლილი და დამუშავებულია. გამოყვანილია ჩუქურთმები და ბარელიეფები. ხატწერის შემორჩენილი ნიმუშებიდან სახარების სხვადასხვა მოვლენები იკითხება. საიდუმლო სერობის, ჯვარცმის და აღდგომის სცენები თვალით მარტივად გაირჩევა, თუმცა ფრესკების დიდი ნაწილი განადგურებულია, ხოლო რაც შემორჩენილია, გადაუდებელ შველას მოითხოვს. ეკლესიას მარჯვნიდან და მარცხნიდან ეკუდრები აქვს, რომელიც თავდაპირველად სავარაუდოდ სვეტებით იყო გამოყოფილი, ხოლო შემდგომ დაუმუშავებელი ქვით ამოაშენეს. ეკლესიის გარე ფასადიც დამუშავებულია.
ჩაუშენის პანორამული ხედი ერთ-ერთი საოცარი სანახავია. ეს ადგილი წაუშლელ და ზღაპრულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ჩვენი შემდეგი გაჩერების ადგილი იყო პასაბაგლარი, იმავე ბერების ველი. ეს ველი სასიარულოდ მარტივი და საკმაოდ საინტერესოცაა. ველზე განთავსებულია უამრავი სვეტები, რომლებშიც ადრე კელიები ყოფილა. გადმოცემის თანახმად ბერები ცხოვრობდნენ ამ ველზე. ერთ-ერთ სვეტში მოღვაწეობდა სიმონ მესვეტე. ვიდეოს საშუალებით შევძელით დაგვეფიქსირებინა თუ როგორ არის ამ სვეტში გამოკვეთილი ჯვარი. ბერების ველი განსატვირთად და დასასვენებლად საუცხოო ადგილია. აქ ჰარმონიულობის განცდა თან სდევს ადამიანს.
ბერების ველი შემდგომ ერთ-ერთმა თურქმა გიდმა მართლმადიდებლურ ტაძარში მიგვიყვანა, რომლის შესასვლელში დავითის ფარი იყო გამოსახული. ტაძარი ჩუქურთმებითაა გაწყობილი, რომლებიც დაზიანებულია. უშუალოდ ტაძრის კედლებზე ვაწყდებით ჯვრის არაერთ გამოსახულებას, რომლებიც რამდენიმე ბოლნური ჯვრის მსგავსია. ეკლესიაში კათოლიკური პატარა ხატები და პაპების ფოტოები დაგვხვდა. ეს ეკლესია მე-5 საუკუნით თარიღდება. ეს ხიზმანდელი მონასტერია. შესაბამისად, კათოლიკებს პრეტენზია შემდეგი სახით გამოუხატავთ. საკურთხეველში თავის ტრადიციის მსგავსად მოუწყვიათ შესაწირი. ტაძარში დასაჯდომები დაუდგათ, რაც კათოლიკურ ეკლესიების განუყოფელი ატრიბუტია. ამ თემასთან დაკავშირებით მამა გაბრიელი გვესაუბრა და აგვიხსნა თუ რატომ იყო ეს და ბევრი სხვა ეკლესია, რომლებზედაც პრეტენზია აქვთ კათოლიკებს ჩვენი. იერუსალიმში, სადაც უფალმა მოციქული და შევდიოთ, სულაცაცული კულტურისნები არიან სვატაძიებიც, რომლებიც შეხაშუალება თუმინად ბარში მენეკულიზის ტაძარი, რომლებიც კათოლიკების საჩინარია, შევდიოთ ლებოთაშუალება ციგაშახურა. Când mă trăiesc pe arbosul. Esa ședință a ședit în Cluj. Când a fost vizita, a fost dată în cafea, pe care a fost în cealaltă pe cealaltă. Tu sarci mă când de universitate. Nu eu să am cu să catolică, să sarci cu mine. Șuenică, țiri șuenia, așa e o fără. Aularnici, sabatul stație, aularnici, eu am făcut de secretare, eu am făcut de dispoziție. Imediat, care de avere, tu ești sigur. Tu ești sigur, vreau să fie să te uiți. Acolo ce te, marhale ce te, ișane ce te. Olima para hoje. O que tu não vamos fazer assim? Não tem mesmo. Porque sempre católico, religia católico, mas ainda são nas coisas sagradas, serviço. Católico, Perzinho são todos exatamente. Síria deve saber como está dizendo. Como está dizendo. Você segunda vez é sempre. Quando a gente como fazer a vida. Ჩვენიებო დავგვარგეთ მასწავლებლის საფლავზე ქონდა როდესაც დავგვარგეთ ის მონასტერი დავგვარგეთ ასე ვენეციის მონასტერი იერუსალიმში აღარც იდეალური ეს ის სპეციალური პროგრამა არის ჩვენი მონასტერი Continuă pe la să vedem singur.
საუკუნეში. ერგო დროსაც არინა და ფული არ გადაიხადეს. შესაძლოა რაც ხდება, არ შეიძლება. შეიძლება გერზეოთ ძროები შეიძლება მე დაგიბრუნო. მე დაგიბრუნო რაც არის კეიცი თქვენ. ეს უდაბნოა. ვერენ შემოსა. შინაარსი არ მოხდა. მას მაინცნა ის ვერცუნდაათი ვერსუნცი. ოღონდ მას. მოგდადი მეგობრებო, მოსაუბრეს ვერა არჩევდა. Miyorum, istedikleri monasteri. Bunu biliyor, sizleri, nitebiyor, kanıtediyor. Üstündeki bir yaşam. Nitebi ძველი მითო ვერართო მაგათ ვერაფერს. აქვს ის ძველი საბუთები. ყველაფერი იმპერატორის ერთ დასმო. მე დავარი Acolo scende un po', acolo scusa, sono tanto da fare. Sì, vita, non so perché sono andato a vedere. Mario bene, non è solo che riusciamo a fare tanti banchi di come dici vado a piacere. Se vediamo se c'è una cosa sbagliata. Ma te ne sai un po' più arrivato per questa storia. Solo come sa non si trova tutto. Non mi sa tutto. Sakın böyle oldu. Yorumumuzda tornadı milyon tacirimi sakın. Moigi aeroportu emis territoriada da ყოველთვიურად მოხდეს იმას. კი რა. ეს ბოლო ეკლესია იყო, რომელიც კაბადოკიაში ვნახეთ. მეორე დილას უკვე ტრაპიზონში ვიყავით და შორიდან მტკბებოდი ცირი აია სოფიას ხედებით, რადგან შიგნით შესვლის უფლება არ მოგცეს. ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ პირველის მმართველობის პერიოდში. სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსანდრე მეოთხის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ იოანე მეოთხემ. 1461 წელს მეჰმედ მეორემ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ტაძრის შენობა პირველი მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას. 1964 წლამდე ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა. 2012 წლის ივლისში ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ტაძარი გადასცა ადგილობრივ მუსლიმთა გაერთიანებას მეჩეთის გასახსნელად. 2013 წლის აპრილში ტაძარში კვლავ მეჩეთი გაიხსნა. დღეისათვის რესტავრაცია უტარდება.
შემდეგი მონასტერი, რომლის მონახულების საშუალება მოგვეცა, იყო სუმელას მონასტერი. თუ სადმე დედამიწაზე 64 არსებობს, ალბათ ერთ-ერთი სწორედ ეს ადგილია, საოცარი ხედებით. სამონასტრო კომპლექსი კლდეზე მიბიჯენილი არწივის ბუდესავითაა. ავტობუსით ბოლომდე ასვლა ვერ შევძელით და იქვე ადგილზე დავიქირავეთ ტრანსპორტი. მივდიოდით ეკლესიისაკენ და გულისცემა ხშირდებოდა. კაბადოკიის შემდეგ არ გვეგონა თუ რამე კიდევ გაგვაოცებდა, მაგრამ ეს საოცარი ხედი უფრო და უფრო გვაჯადოებდა და გვხიბლავდა. აქვე სუმელას შესახებ მცირედი ისტორიული გადახვევა გავაკეთე. სუმელას მონასტერი მე-4-მე-5 საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერია, ტრაპიზონთან ახლოს. მე-4 საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად ლუკა მახარობლის მიერ დაიწერა. სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნული სიტყვაა და შავ მთას აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა სუმელა ლაზურია და სამებას ნიშნავს. მონასტრის დამაარსებლად ითვლება ათენელი მღვდელი ბარნაბე, ხოლო მე-6 საუკუნეში არაბებისგან დანგრეული ეკლესია აღუდგენია წმინდა სოფრონს. ბიზანტიის მმართველობის ეპოქაში მონასტერი სარგებლობდა რამდენიმე იმპერატორის კეთილგანწყობით. ხოლო ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ადგილი. ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ სუმელას მონასტერი ოსმალეთის სულთნების ხელში გადავიდა. მონასტერმა აყვავების მწვერვალს მიაღწია მე-18-მე-19 საუკუნეებში. მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა და თურქეთმა ლოზანის კონფერენციის დებულებების თანახმად მოსახლეობა გაცვალეს, სუმელიდან ბერძნები გადასახლდნენ, რამაც გამოიწვია სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტა. მონასტრის რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, დაკარგვას გადაარჩინეს პონტუელმა ბერძნებმა, ხოლო მოგვიანებით 1930 წელს გადააბრძანეს საბერძნეთში და დააბრძანეს მაკედონიის ქალაქ ბერიაში. საუკუნეების განმავლობაში სუმელას მონასტერი ითვლებოდა არა მარტო ბერძნების, არამედ ქრისტიანული სამყაროს წმინდა ადგილად. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მეტად მტრულად შეხედა მართლმადიდებელ მომლოცველებს. მონასტრის მოლოცვა პირველად შესაძლებელი გახდა 2007 წელს. 2009 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის სახალხო კრების თავმჯდომარე მეჰმედ ალი შაჰინი და რუსეთის დუმის დეპუტატი, პარლამენტთა შორის კომისიის კოორდინატორი ივან სავიდი. შეხვედრაზე განიხილეს მომლოცველთა პრობლემები, მათ შორის 2009 წლის 15 აგვისტოს ტრაბზონის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მართლმადიდებელ მღვდელს გახადეს ანაფორა და აყარეს ჯვარი, თითქოს და ხელისუფლების ბრძანების. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტროს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოს პირველის თხოვნის საფუძველზე ნებადართო მონასტერში აღედგინათ 1922 წელს შეწყვეტილი წირვა ლოცვა. 2010 წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცელებთან ერთად. 2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის საცდელ სიაში. სამწუხაროდ სუმელას ტაძრის მონახულების საშუალება არ მოგვეცა რეკონსტრუქციის გამო. აქ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მიმდინარეობდა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კვალი ცალსახად ეტყობა მონასტერს. ეს ჩვენი გაჩერების ბოლო წერტილი იყო. ამის შემდეგ ჩვენი სამშობლოსაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ემოციებით ახსავსე მრავალ საუკუნეში მოგზაურობის შემდგომ. დიახ, საუკუნეებში მოგზაურობა იყო ყველა იმ ადგილის ხილვა, რომლებსაც ადამიანმა თუ ბუნებამ თავისი კვალი დაამჩნია და ჩვენამდე მოიტანა. ჩვენი სამშობლოსკენ მოგვიწევდა გული. ამ მოგზაურობის მეშვეობით
კი კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ადამიანმა შეიძლება შექმნას საუცხოო რამ, რომელიც დროს გაუძლებს. ასევე მას შესწევს ძალა იმისა, რომ გაანადგუროს და წაშალოს არა მარტო ისტორია, არამედ მთლიანად ნაცია, თავის მტაცებლური ბუნების გამოვლინებით. თხრობას აქ დავასრულებ და ნახველებს ამ ლამაზი ხედებით დატკბობის საშუალებას მივცე.